მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეგრეთ წოდებული გავრილობის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად საქმეში ცავადასხვების საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფომ ორ გამცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს 85,000 ევრო. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყველა მომჩენას არე მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს. ამასთან სახელმწიფო 22 მომჩევანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,494 ევრო უნდა გადაუხადოს. სახელმწიფო მომჩენებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან 3 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. როგორც იცით, სტრასბურგის სასამართლომ დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმეზე. ამ გადაწყვეტილების შედეგად ყველა მხარე შეიძლება ითქვას არის კმაყოფილი, ბუნებრივია დაზარალებული კმაყოფილები არიან, იმიტომ რომ კომპენსაციის გადახდა დააკისრა, ოპოზიცია კმაყოფილია, იმიტომ რომ დარღვევები დადგინდა, ბევრი მუხლის დარღვევა დადგინდა, თვითონ იუსტიციის სამინისტრო აღიარებს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე იმის გამო, რომ შშს-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგინდა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა. თუმცა ხელისუფლება ასევე კმაყოფილია სხვა ნაწილებით, როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას და შტურმს. სამინისტროს ცნობით გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ 20 ივნისის დემონსტრაციის დროს ესკალაცია და პარლამენტზე შტურმი წახალისეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაო, თუმცა იქ სადაც დარღვევა დაგვიდგინაო, ეს ყველაფერი გახარიეს ბრალიაო, ამბობს ქართული ოცნება. შესაბამისად, სადაც გაგვამართლა ჩვენი გამსახურება, სადაც დარღვევა დადგინდა, ყველაფერი გახარიეს ბრალია და ამიტომ სწორადაც მოვიქეცით, რომ გახარიეს წინააღმდეგ საქმე აღბრძარითო. თუმცა აი რას ამბობს გახარიეს პარტიის წევრი, გახარიეს პარტიაც კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით, რაც უნდა უცნაური მოგეჩვენოთ, საქმის მასალებით ვერდია სიჩინავა ამბობს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის პროკურატურის მიერ გიორგი გახარიასთვის დადგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებით დადასტურია, რომ არალეტალური იარაღის რეზინის ტყვეების გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუქციაო, ამბობს ვერდია სიჩინავა. სიჩინავას განცხადებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გიორგი გახარიას გამამართლებელ მტკიცებულებად სასამართლოში წარადგენს. მოკლედ ასეთი ვითარება გვაქვს. ნოდარ ხარშულაძე არის ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. მოგესალმებით ნოდარ. სალამი, მერაბ, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. შენ ძირითადად სხვა თემებზე სასაუბრებს მოგიწვია. ეს ეხება იგივე თქვათ ქიმიური იარაღის სკანდალს და სხვა თემებს, მაგრამ ამ თემაზეც მაინტერესებს შენი ზოგადი შეფასება. აქ ჩემთვის მაგალითად სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება საინტერესოა იმ კონტექსტში, რომ ამ 20 ივნის მერე უფრო ბრუტალური დარღვევები მოხდა, ხო? 23-ში, 24-ში, მერე გაგრძელდა 25-ში და ალბათ ის დაზარალებულების გაასაჩივრებენ ამას. შესაბამისად, ერთგვარი პრეცედენტი არის და მერე ვის დააბრალებენ კოცები არ ვიცი, შეიძლება უკვე ირაკლი კობახიძე იყოს წასული და იმას დააბრალონ, მაგრამ ნუ დღეს ახლა 20 ივნის გახარიას აბრალებს. მოკლედ რა სიტყვი პოლიტიკური კონტექსტზე ამ საქმის. მივესალმები ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. ნუ იცი რა არის ფაქტები და არის ინტერპრეტაცია. შენ ხო ორივე მოგვეცი, მოდი გავუყოთ ერთმანეთისგან. ფაქტი არის ის, რომ სტრასბურგმა დააკისრა გადახდა სახელმწიფოს და სახელმწიფო ცნო წესდარღვევად ამ შემთხვევაში. კი ბატონო. რომ დაერღვა ის წესები და ის კონვენციები, რომლებიც ადამიანის უფლებს ეხება, ხო? ეს არის მყარი ფაქტი. ეხლა აქ გახარია გამოვარდა და ამბობს, რომ აიო, მეო არ ვიყავიო და არაფერიო და კოცები ამბობენ, მანდ რაც დაერღვა ყველაფერი გახარიას ბრალია და რაც არ დაერღვა ჩვენი ბრალიაო, ძალიან კარგი პარალელი გააკეთე, ანუ კარგი გაშუქება ამის. ეს ეხლა მათი ინტერპრეტაციებია, ხო, გასაგებია. როგორც აღენიშნა, ეს არის საკმაოდ ძველი საქმე. ხო? მას მერე კიდე იყო და აგერ აი ხა მამაზე ვისაუბრებთ მერე BBC-მ გონივრული ეჭვი წარადგინა თავის კვლევების, რომ რეზინის ტყვეები კი არა, მომოკლებული ქიმიური იარაღი არის გამოყენებული. შესაბამისად, საერთაშორისო
პრობლემები ქართულ ოცნებას კიდევ უფრო გაეზრდება ამის შედეგად. ქართულ ოცნება დღეს ასეთი არალეგიტიმური საქართველოში ზვიადის ხელისუფლებას კი არ იყო თავიდან ზვიადის იმიტომ არ იყო რომ საქართველოს არ იყო მაშინ აღიარებული ბოლომდე, ხო? ზვიადის საქართველოს ლიდერად მაინც აღიარებდნენ, უბრალოდ საქართველოს დამოუკიდებლობა არ იყო აღიარებული პირველი წელიწად ნახევარი თქო. საერთაშორისო ხო? ხო, და შიგნითაც სხვათა შორის ახლა შიგნით რავი შევარდნაძე რო ჩამოვიდა თავიდან მაშინ იყო ეს გაურკვევლობა თორე მე უკვე არცერთ ხელისუფლებას არ ქონია რომ რაღაც არალეგიტიმური სტატუსი ქონოდა ხო შესაბამისად ეს დაუმძიმებს ყველა ვარიანტში ეგ როგორ არის რომ ეს რო ყოფილიყო 2018-2019 წლის ქართული ოცნება ამ სკანდალსაც ქიმიურ სკანდალსაც გადააგორებდნენ მაგრამ დღეს აღმოჩენილი ქართული ოცნება რომელიც პირდაპირ დაუკავშირდა ევროპის იმას რა ქვია ევროპის კავშირს და საკუთარ ხალხს ეს გაუჭერდა დაუპირისპირდა ამას უს კი პირდაპირ დაუპირისპირდა თან ამას თუ ადრე მალულად აკეთებდა ეხა ღიათ არის და ტექსტები და ლანძღვი და გინები და რაღაც არაკეთებენ ხო ანუ საბჭო კავშირის რიტორიკა რუსეთი არა რუსეთის ფედერაცია რომელიც სრული ამ გაგებით ომშია ევროპის კავშირთან ხო იმიტომ რომ ევროპის კავშირი იარაღს აწვდის მის მოწინააღმდეგე უკრაინას ისინი არაკეთებენ ეს რაღაცებს ანუ მოსკოვში გერმანიის ელჩს არავინ არ ესხის თავს თბილისში მოხდა ხო ესეთი რაღაც საქართველოში ხო ნახეთ ხო შესაბამისად ეს კიდე დაამძიმებს და ძალიან სწორი მითითება იყო იმისი რომ გაიზრდება ახლა საქმეების რაოდენობა იმიტომ რომ ამან პრეცედენტი შექმნა და კარი გააღო თან საკმაოდ სოლიდური სტრასბურგის სასამართლო არ გამოირჩევა დიდი ჯარიმებით ეს უნდა ვიცოდეთ რა 75000 და 80 ეს ძალიან დიდი ჯარიმებია სტრასბურგის სასამართლო 5000 10000 15 ეს ჯარიმებს უფრო აკისრებს ხოლმე და ეხა ამ ხელაფულები რომ თანხები რომ წამოვიდა ხო შესაბამისად ეს უკვე მიცემს პრეცედენტს რომ საქმის წარმოებაში თან ამაში მე შედის იურიდიული ხარჯების დაფარვაც და საკმაოდ სახიფათო პრეზიდენტ ქართული ხარა და რამდენიც არ უნდა უხაროდნენ და აბრაამ გიორგი გახარიას ხელისუფლებაში მათი პარტია იყო. ხო, აი ეგ არის აქ მნიშვნელოვანი. ხო, ახ პოლიტიკურ კონტექსტზე არა, ხო, გასაგები ხა იურისტი არც არ რჩენ ამას იურიდიულ ხელისუფლებას ვერ გავარჩევთ, მაგრამ პოლიტიკური მდგენელი აქვს ხო ამ ყველაფერს. შესაბამისად ხა პასუხისმგებლობას ირიდებ იმით რომ მაგრამ აქ ნახე რა შეუძლია ქართულ ოცნებას თქვას რომ აი ხო დაგვავალეთ გამოძიება. ხო, მაგრამ დავიწყეთ და იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს საქმე აღუძარეთ. მეტი რა გავაკეთოთ? ის იყო დამრობები. გასაგებია, მაგრამ მარტო ის ხო არ იყო, არა, სხვები რა არავინ არ მონაწილეობდა ამ იმაში, რა ქვია, მარტო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ერთ პიროვნებაზე გადაწყდა. ყოველ ამ ქიმიური გამოძიების არ იყო, საკუთარი თავი გამოიძიეს და საკუთარი თავი გამოვიძიეთო და დავასკვენთო, რომ უდანაშაულები ვართო და დავიშალეთ. ხო, ყველა წავედი სახლებშიო. ეგრე გამოდი. მე ძალიან კარგად მახსოვს ზუსტად აი ეს ირაკლი კობახიძე, როგორ წარადგინა გიორგი გახარია 2020-ის არჩევნებზე. სხვებიო პრემიერ-მინისტრების კანდიდატებს წარადგენენ, რომ ჩვენ კიდე მომავალ პრემიერ-მინისტრს. ეს არის აქ თავარი ამბავი, რომ იმ 20-ის მეორე დღესვე რომ გადაეყედებინათ გიორგი გახარია. კი ბატონო. ან გამოძიება რომ დაეწყო. გამოძიება მაინც რომ დაეწყო, ხო? ხო, ნუ შეეჩერებინათ უბლემოსილება და დაეწყოთ. არა, 6 თვეში წარადგენეს პრემიერ-მინისტრად შემდეგ. მაგრამ მათ გადააყენეს ირაკლი კობახიძე, ეს რადგან ეს დააწინაურეს და შემდეგ არჩევნები კობახიძე მოაძვრეს და გახარია დააწინაურეს. და შესაბამისად და მთელი არ ვიცი 21 წლის მერე წარმოგვიდგინეს როგორც სუპერ ძალოვანი მინისტრი, ესე აფიარებდა იმედი, წარმოგვიდგინეს როგორც რაღაცა სუპერ ეფექტიანი მენეჯერი კოვიდის. ირაკლი კობახიძე ამბობდა რომ ბზუისო და გახარიასთან ყველა ტყუისო, ვახსოვს ხო ხა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართულ ოცნება დღეს რასაც ამბობს რომ ყველაფერი გახარიას ბრალიაო და ჩვენ არაფერ შუაში არა ვართო, ეს იქნებოდა სწორი, მათ რომ მეორე დღესვე ამაზე რეაგირება მიეცათ. გახარია გადაეყენებინათ, გამოძიება დაეწყოთ და თუ დასაჯელი იყო დაესაჯა. მათ გააკეთეს ყველაფერი პირიქით. გახარია დაიცვეს ბოლომდე, როგორც შემოგვ დააწინაურეს deep state და იმას რა ქვია. ეხა გვეუბნებიან რომ ეს deep state-მა დაგვალაო. ხო, თუმცა მე გახარია გადადგა თუ არა, მე მეორე დღესვე აღმოჩნდა რომ არ ყოფილა ეგ კაი კაცი. ხო, წინა დღეს იყო ტაშისკვრა და ტაშპანდორი და ეს ხომ ნახეთ ეხა. ისევ და ისევ ეს რო იზოლებული ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ინგლისური ესეც სიტყვა არის, არ მინდა ბარბარიზმი, poster boy, ანუ ეს რა ქვია, სამაგალითო ბიჭუნა, ხო? ესეთი ოქროს ბიჭუნა იყო ქართული ოცნების, ხო? ეს იყო ქართული ოცნების მენტალური და ფასეულობითი პოლიტიკოსის განსახიერება, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ხო? და ეხლა გამოგვიყვანეს და თურმე გვეუბნებიან, რომ ეს 12 წელია სანამ ღარიბაშვილი ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, ერთხელ იყო თავდაცვის მინისტრი, ხო?
ანუ პატარა თანამდებობაზე არ ყოფილა უმაღლეს თანამდებობაზე. ეს ყველა პერიოდიო გატყუებდითო ჩვენო. ეს სინამდვილეში მექრთამე იყო და არალეგალური შემოსავლები ქონდაო და ამას მალავდაო და რავი, ესე გამოვიდაო, რა ვქნა თუ. ანუ ამის ფონზე როგორ დავიჯერო მე გახარიას ისა. ხო, ეს ხო არ არის იზოლირებული შემთხვევა, აკვირდები დინამიკას. პოლიტიკური დინამიკა ქართულ ოცნების არის, რომ ყავდა ბიძინა ივანიშვილის გარდა, მას ყავდა 5 პრემიერ-მინისტრი. ხო? ესენი არიან ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ბატონი კვირიკაშვილი, ხო? მერე იყო რა ერქვა იმ პატიოსანკაცკაცო კოვბოისა ბახტაძე. ბატონი მამუკა ბახტაძე, ბატონი გიორგი გახარია, ბატონი ირაკლი კობახიცი, ხო? 5. ამ 5-დან კვირიკაშვილი აღმოჩნდა მოღალატე და მტერი და პრაქტიკულად გაჩუმებული ყავდა და ყველანო კარგად ვიცით, რომ ასე ვთქვათ, იზოლირებულ რეჟიმში არის. ღარიბაშვილი აღმოჩნდა მექრთამე და ესა რა ქვია მოღალატე, ხო? გახარია აღმოჩნდა მოღალატე და აგენტი. დიპსტეიტი. ო, აქ ამ შემთხვევაში ყველა საინტერესო ის არის, რომ ეს კაცი თურმე, რომელმაც დაარღვია ადამიანის უფლებები, ხალხს თვალი დათხარა, ხა თვითონ ეძახიან თვალთხარიას, გახარიას. ეს კაცი ბოლომდე დაიცვეს და მერე დააწინაურეს, იმიტომ რომ თურმე დიპსტეიტის დავალებას ასრულებს. რა თქმა უნდა. ხო და ამას ახლა ისი ამბობენ რომ ვიქტორ ჩოულებენ ამბობენ მაშინ აგენტები ვინ გამოდის გასო გახარია გამოდის თუ ეგენი იყვნენ დიპსტეიტის აგენტები. მაგრამ ნუ არ ვიცი საბოლოო ჯამში ახლა ლოგიკა როგორ ვითარდება ქართული ოცნების, მაგრამ აი ესე ვითარდება რომ ბახტაძის გარდა მაგრამ ვიღებთ შედეგს რომ ქართული ოცნება ყველაფერში მართალია, იმაშიც კი რაც ცუდი გაუკეთებია. კი. მაგასაც თავისივე აღიარებით. ხო, მაგიც დააძალეს ახლა რა ეკნათ. ერთ-ერთ ბახტაძე არის ამოვარდნილი ამ ლოგიკიდან. ისიც იმის ვიღაცები ხო დაიბარეს ახლა გიორგი იყო ჭოლაძე მისული პროკურატურაში მისი ადმინისტრაციის უფროსი. ნუ ბახტაძეს ბიზნეს მაშვილის ოჯახი. ჭოლაძე როგორც ის 20 იუნის საქმეზე. 20 იუნის საქმეზე ხო. ბახტაძეს არ ამგონია რომ ხელი ახლონ, იმიტომ რომ მას იმიტომ რომ მას არანაირი ამბიცია, ახლა კვირიკაშვილის გადარჩა იმით რომ არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ აქვს. ხო, კარგად მოიქცა. იმაში მონასტერში წავიდა. ახლა შენ თუ ახლა მონასტერში წახვალ შენზე ბუნებრივი ახლა დევნას არ დაიწყებენ. გახარია აღმოჩნდა სამიზნე, იმიტომ რომ აღმოჩნდა პირველი პრემიერ-მინისტრი და რომელმაც ურჩობა გაუწია ბიძინა ივანიშვილს. ანუ ბიძინა ივანიშვილის დარეკვით კი არ გადადგა. თავისით გადადგა და რაც თავარია ჩაიდინა უდიდესი ცოდვა, რომ მე ოპოზიციაში წავიდა. და ნაცებთან მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინა. ივანიშვილის გადმოსახედა. ჩვენ ხო გვახსოვს რომ ახლა ამ ბოლო არჩევნების წინ იმენში სპეციალურად მივიდა ბიძინა ივანიშვილი იმისთვის რომ ეთქვა რომ გახარი არის არაკაცი და ყველას დაუსჯი მაგათო მარტო მას კი რომ ის მაგასთან არის იმათაც დაუსჯი ყველასთვის პირდაპირ თქვა ეს და ხო უსრულებს ანუ რატო იცი იმიტომ რომ გახარია აღმოჩნდა ერთადერთი ამ ოპოზიციურ ველზე ვინც მას ხმებს ართმევდა ანუ ყოფილი ოცნების ამორჩევლის ხმები მიქონდა და ამაზე იყო გამწარებული მე საერთოდ ეჭვი მაქვს რომ ღარიბაშვილი აი ამ გამოძიების ქვეშ აღმოჩნდა იმიტომ რომ ბიზნეს ევაშვა გაწყვეტა იგივე არ დამემართოს რაც გახარიას შემთხვევაში ანუ ჯერ ოპოზიციაში რო წავიდა და მე აღძრეს საქმე ანუ პრევენციულად აღძრეს ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე რომ არც კი იფიქროს რამე პოლიტიკური მოძრაობა გააკეთოს იმიტომ ღარიბაშვილისმაც რომ შექმნას პარტია თეორიულად დაუშვებს ისიც კონცეფტს აართვეს 10% წაართვეს მე ღარიბაშვილი თუ ვინმეს რამე წონა ქონდა ქართულ ოცნებაში ეს იყო და შესაბამისად ეს არის თავი დაიზღვა ჭკუა ისწავლა ივანიშვილი კი არ დაეღოდა რომ რას იზამს ღარიბაშვილი არამედ პირდაპირ უკვე გამოძიების ქვეშ მოაქცია იმიტომ რომ ამ ჩვენ ბატონ ირაკლის რა უყოთ ახლა რა ანუ მეორე ირაკლი კობახიძე ხო ნუ ამ შემთხვევაში ახლა მე ახლა წაგიკითხავ შენ სახალხო დამცველის ეს სახალხო დამცველი საუბარი არის დღევანდელ სახალხო დამცველზე ბატონ იოსელიანზე რომელსაც აკრიტიკებს ოპოზიცია და ქოც ეძახის ასე შემდეგ მაგრამ მანაც კი ამ ბოლო დარბევებიდან გამომდინარე ამ სამთრის დარბევები ნოემბერი-დეკემბრის დარბევებზე ანგარიში გამოაქვეყნა სადაც ასეთი რამ წერია
სახალხო დამცველის ანგარიშს ვკითხულობ. გამოძიების მასალების მიხედვით იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფორმები, მეთოდები, მათი გამოვლენის ხერხები მსხვერპლებში იწვევდა ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ, ტკივილსა და მორალურ ტანჯვას, რაც თითქმის ყველა შემთხვევაში წარმოადგენდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო რამდენიმე პირის მიმართ აქციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯის მიზნით ჩადენილი ძალადობა თავისი ინტენსივობის, ხასიათის, ხანგრძლივობის გათვალისწინებით სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდებაო, წერს ლევან იოსელიანი. ეხლა ესე ჩვენ ხო არა ვართ ხო? შესაბამისად, ეს საქმეები რო წავა სტრასბურგში, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეხლა რა გაჩეით დადგება. ოღონდ ირაკლი კობახიძე სად იქნება მაშინ ეს არ ვიცი. ხო, ეხლა ეს ბოლო დარბევები, განსაკუთრებით ის, რომელზეც BBC გამოძიება ჩაატარა, ეს იყო ბატონი ირაკლი კობახიძის პრემიერობის პერიოდში. ყველა. შესაბამისად, თუ ვინმეზე ჯოხი უნდა გადაწყდეს, ნუ ერთი არის გომელა, ორი აშკარა კანდიდატი, ვიზეც ახლა უკვე ჯოხის გადატეხის. ეს მიგულისხმობ ამ ქიმიური იარაღის თემა. კი. ხო, მაგრამ ეს ქიმიური იარაღის თემა თითქოს გადააგორეს უკვე, არა? არა, ეგ არის ძალიან დიდი შეცდომა მაგის ფიქრი. ჯერთიც ახლა BBC არ არის სიმართლის ერთ-ერთი წყარო, ხო? ანუ მასაც მოის შეცდომები ნებისმიერ საინფორმაციო სააგენტო შეიძლება ჟურნალისტიკა ეგ არის რა, ტყუილ მართალის გარკვევის ხელოვნებაა, ხო? უნდა მაგრამ როცა გონივრული ეჭვი გაქვს, ამას უკვე შენ ამბობ, რომ მე გონივრული ეჭვი. BBC არ წერს, რომ ჩვენ ეს ვიცით 100%-იან. BBC ამბობს, რომ გონივრული ეჭვი მაქვს და ამ ეჭვს მე აფუძნებს მეცნიერულ კვლევებს. ეს რო ხდებოდეს, ამას ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ, გამეორდები ახლა უკვე ეთერში. ეს რო ხდებოდეს 2018-19 წლის ქართული ოცნების პირობებში, აი გადაგორება იქნებოდა რეალური. მე დღევანდელი სახელშელახული, რეპუტაცია შელახული და საერთაშორისო მატყუარად შერაცხულ, აბსოლუტურად დამსახურებ შერაცხულ ქართულ ოცნებას გადაგორება ამის გაუჭირდება. იმიტომ რომ შენ ახლა როგორც კაი მეზობელზე არ დაიჯერებ რაღაცას, რომ რაღაც ლიფტში სარკე ჩამოაგდო, ხო? ხულიგან და დებოშერ მეზობელზე ამას ადვილად დაიჯერებ. ზუსტად იგივე ამბავია. ბოლო რამოდენიმე წელი ისე შეილახა სახელი ქართულ ოცნებამ, რომ ამის გადაგორება გაუჭირდება. თან ახლა როგორი ბრალდება ესეთი ბრალდება მე ევროპაში ბოლოჯერ ასადის მე ევროპის კონტინენტზე არ მახსოვს. ან ლუკაშენკოსთვისაც კი არ წაუყენებთ ეს ბრალდება, ხო? მიტინგის დარბევა, არჩევნების გაყალბება არ არის სასიამოვნო და ამაზე არავინ შეგაქებს, მაგრამ გასაოცარიც არ არის სამწუხაროდ განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში, აქეთ რო გადმოიხება, ხო? მაგრამ ქიმიური იარაღის გამოყენება, ნუ ეს რავი ხო მართლა ქიმიური ალი ხარ თუ ასადი, ანუ ხო, მაგრამ მაგის დამტკიცება ხო ძალიან გართულება ხდება პოლიტიკაში. მეორე პერცეფცია. ეხლა არაფერს მტკიცება არ ჭირდება. აი შეხედე რა არის მოსალოდნელი. ბრიტანეთი მას შემდეგ რაც გამოვიდა ევროკავშირიდან ძალიან გაძლიერდა ევროპის საბჭოში. ანუ გააძლიერა პოზიციები რა, როგორც მათთვის თავი ორგანო ეგ გახდა ეხა ისევ რა, როგორც სანამ ევროპის კავშირი შეიქმნა. ბრიტანეთს ეხა შეუძლია ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ის არის ხელმომწერი მხარე იმ კონვენციების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიტანოს დადგენილება, რომლითაც მოთხოვნილი იქნება საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა. ეს უკვე იმხელა დარტყმა იქნება ქართულ. შეიძლება მე ამ კომისიამ თქვას, რომ ჩვენ ვერაფერი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ჯვარი წერია, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე შეიძლება გადაყვეს ამას. იმიტომ რომ ერთი ახლა ბიძინეუნიშვილმა რომ მოიგერიოს ბრალდებები და თავი იმართლოს არჩევნების გაყალბებაზე და რაღაც ძალის გამოყენებაზე, რაც ბევრს მოსდის მის გარემოც. და მეორე ახლა აი როგორიც უპატიებელი დანაშაულებები არსებობს. რა ეს ქიმიური იარაღის, ეს ისეთი დანაშაულია, რომელსაც საერთაშორისო სამართალში არ აქვს იმის რა ქვია, ვადა არ აქვს ამ დანაშაულს. ან ხანდაზმულობის ვადა არ აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების. შესაბამისად, ამის ბრალდებაც კი ისეთი მძიმეა, რომ აი ესე მარტივად რეაქცია თუ ნახე რამდენად განერგულებული იყო. მე როგორ გადააგორეს, ხო ურთიერთგამომრიცხავი იმით რა ქვია. ხა ნებისმიერი საგამოძიებო კომისია, ნებისმიერი ხელისუფლება პიროს რა შეხედავს, ქართული ოცნების რეაქცია რა იყო? კი, არა, კი, არა, კი, არა და ბოლოში თქვეს, რომ ჩვენ თავი გამოვიძიეთ, კაი ბიჭები ვართ და ეხლა დაგონებეთ თავი. ჯერ ხო გახსოვს კობახიძემ თქვა არა, კომელოვმა თქვა კი. მე გელაძემ თქვა არა, მე კობახიძემ თქვა კი. ოღონდ და მე თქვეს ბოლოში რომ აი გამოვიძიეთ. ხო, ნუ კი ბატონო, ნახოთ ეს საქმე როგორ გაგრძელება, თემა როგორ გაგრძელება, მაგრამ მანამდე მინდა კითხო, სანამ დავასრულებთ ამ ბლოგს, აქეთ ფლანგზე შექმნის სიტუაციას როგორ უყურებ? ოპოზიციის მიმართულებით, პროტესტს როგორ უყურებ? იმიტომ რომ უკვე გაჩნდა აქეთ მხარესაც მოსაზრებები, რომ ყველაფერი ჩიხშია შესული.
ივანიშვილმა მიუხედავად ყველაფრისა მოახერხა ყველა კრიზისის გადაგორება და კი არ სუსტება, არამედ ძლიერდება. ნუ ივანიშვილის გაძლიერებას არ ვიცი, ხო, მაგათ ეგ ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ რაც შეეხება ოპოზიციას, საკმაოდ სტაგნაციური სიტუაცია არის სამწუხაროდ. რა ის უნდა ვაღიაროთ და ჩემი აზრით საჭიროა რაღაც ახალი ინიციატივა. არ არის მნიშვნელოვანი, არ არის ახალი სახე და არ დავიწყებ. ახალი ინიციატივა და იდეა მოსაფიქრებელი თუ გინდა იმ ხალხის მიერ, ვინც ახლა ოპოზიციის, ასე ვთქვათ, ლიდერებად მოგვივლენებიან საქართველოში, ახალი ენერგია შემოსატანი ამ პროცესში. წინანდელ შემთხვევაში იმედგაცრუების, უიმედობის თუ დაღლილობის მუხტი ახლა რომ მიდიხარ რეგიონ რუსეთში შეიმჩნევა უკვე. იქ კი ამაყად დგას ხალხი, მაგრამ ეს ციფრი არ არის ის ციფრი, რომელიც მოიტანს გარდაცვლილების და გარდატეხავს სიტუაციას რა. ამიტომ მეტი ხალხის დასაინტერესებლად და პოლიტიკური პროცესის გასახურებლად ახალი ინიციატივები აუცილებლად საჭიროა და საჭიროა მოფიქრება. მე რა ყველა ძალიან რაზე მწყდება გული და რა ვენახე, რომ ყველა შეხვედრაზე ну ყველა რა ახლა უტრირებ მე, მაგრამ ბევრ შეხვედრაზე, როდესაც ოპოზიცია იყრებებოდნენ ეს 3 თუ 4 ლიდერი ერთად და მე სულ იყო საუბარი, რომ ჩვენ აი ხა გამოვაქვეყნებთ სტრატეგიას და იმას. ერთხელ ხო შეიძლებოდა რომ ეს მართლა გამოვაქვეყნებინა. ხო მართლა არ არის ეს რთული დასაწერი რა. ხო 1-2-3 კაცი რომ დავსხდეთ, ანუ შესრულება რთული ძალიან მე. თორე თვითონ სტრატეგიის შექმნა, აი არ არის რაღაც შავი მაგია რა, რომ ხალხს უთხრა რომ აი ეს არის მიზანი, თქვა ამათი სახში გაშვება, ხო? აი ასეთი პროტესტით, ასეთი ამას ვაკეთებ და ადამიანმა რო იცოდეს რატომ იდის იმ რუსთავზე, იმიტომ რომ ტელევიზორის ეფექტი შენზე უკეთესად ვინ იცის, ხო ჟურნალ. ხალხი მე მაგრამ მეკითხებიან ხოლმე, რომ აი რა ვშვებით. ხო მე უნდა მოვიგონო რაღაცები და ჩემი რაღაც უნდა უპასუხო. ეს არ უნდა იყოს საჭირო. ერთხელ ამ დადიხარ აქციებზე. ნუ ხან როგორ ხანო, იცი რა არის? სულ დავდიოდი, მაგრამ ეხა უკვე აი პირდაპირ გეტყვი რომ მეც მივდიო, ხან არ მივდიო. რატო? რატო? შედეგზე მინდა რომ იყოს ეს ორიენტირებული. პროტესტი თვითონ მნიშვნელოვანია უდავოდ და პროტესტის გაგრძელება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ პროტესტს უნდა კონდეს კონკრეტული მიზანი, არ უნდა იყოს ეს ემერფული ბიზნესმენი არ არის ედუარდ შევარდნაძე. მხოლოდ იმიტომ რომ ხალხი ქუჩაში დგას, ის არ წავა სახში. ედუარდ შევარდნაძე უკვე ყველაფერი დაღლილი, ყველაფერი ნანახით, საკმაოდ ღირსეული ადამიანი იყო, რომელმაც თქვა რომ იცი რა მე არ გინდა წავედი მე რა. ფლადასერს პარლამენტში შევარდნა გაჭირდა, მაგრამ ხო, მაგრამ ნუ ბოლოში ფლადასერმა სასერბილად არ იყო. ხო, მაგრამ ბოლოში თქვა რომ წავედი. ხო, ნუ კი ბატონო. არ დაუწყე, შეეძლო მას გაერთულებინა, თან კონცეფციიდან განსხვავებით ძალიან ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა შეეძლო იმას ეკნა ორგანიზება გაეკეთებინა ედუარდ შევარდნაძე. არ გააკეთეს ყველაფერი და წავედი. ვერშია პარალელს ვერ. ამიტომ ხა მარტო იქ დგომით ეგ მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო ეგ არასაკმარისია. აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ მიზანი, ამოცანები, რესურსები, აი მარტივი ანაბანა ეს ყველაფერი არის დასაგეგმი და გასაკეთებელი. მიყვირს რომ აქამდე არ გაკეთდა. ხო, მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს? ერთი თავია, ერთი ის ვერ შეიკრიბა, რა ქვია, საკოორდინაციო საბჭოც კი ვერ შექმნეს ოპოზიციაში. ყველა თავის მხარეს უბერავს. ზოგი პარლამენტში შევიდა, ზოგი ნახევრად იქეთ არის, ნახევრად აქეთ არის და ნუ არ ვიცი, დანარჩენი ციხეში შეხედან და ესეთ ვითარება. უნდა ეხლა მე არ მინდა საკუთარი ოპოზიციის ლანძღვა, იმიტომ რომ სალანძღავისიაც ბევრი ყო ხამ ქვეყანაში. ლანძღვა არა, კაცო, რაღაც. შენიშვნები, კრიტიკა, რა ვიცი. კრიტიკა ჩემი თავარი შენიშვნა იქნებოდა ეს, რომ რაღაცაზე შეგვიძლია რომ არ შევთანხმდეთ, არ არის საუბარი იმაზე რომ ყველა ერთნაირად ფიქრობდეს რა თურქმენეთს არ ვაშენებთ, ხო? ღრმა პატივისცემა, მაგრამ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. შესაბამისად იყო რაღაც საბჭოები და რაღაცები, ეგრე სალომე ზურაბაშვილთანაც არის რაღაც არსებული საბჭო, ხო? აი ამ საბჭომ გააკეთოს, ხო, თქვათ რაღაც, რომ აი ეს არის იქ ხა ისეთ ხალხი, ვინც ამის გამკეთებელი არ არის, პრობლემა არ არის. ამ პროტესტს აზრი აქვს და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ქართულოსთან ამაში ფასიქდეს. მე არ მჯერა იმის რომ ბიზნესმენი გაძლიერდა. უბრალოდ იმას ხედავ რომ ოპოზიცია დასუსტდა სამწუხაროდ. 4 ოქტომბერი იყო ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც ერთი ნაწილმა არჩევნებიცა და მეორე ნაწილმა რაღაც დაანონსებული რევოლუციაცა და ორივეს გამოუვიდა ძალიან ცუდი შედეგი დასრულდა ორივესთვის ეს. ხო? ამიტომ აი ეს არ უნდა იყოს რა, არ უნდა ყველაფერი ერთად აკეთონ, მაგრამ ესეც არ იქნებოდა ურიგო და ამასაც მოითხოვს ხალხი, რომ რაღაცა გარეგნული ერთობა მაინც დემონსტრირება. ერთ პერიოდი იყო ეს თავიდან, აი პროტესტის პირველ კვირებში ეს და ეს მოწონდა ძალიან ხალხს, რომ ესენი ერთად ეგ ხა დაიშალა, ჩამოიშალა სრულად და
რა ვიცი, ხო ყველანი ციხეში ზიან, ხო ის გახარიასაც იმდენს მიუსჯიან, რომ რა ვიცი, სხვა რა გზაა, ხო დასაკარგი ამ ხალხს უკვე მართლა არაფერი აღარ აქვს. და რა მგონი დროა რომ უფრო განახლებული ძალებით შევხვდეთ მომავალ წელს და ცოტა უფრო აქტიურად და კიდევ ერთხელ გავიმეორო, მიზან მიმართულად ვიმუშაოთ. ადამიანებს ბევრს უჩნდება ეხა იმის სურვილი, რომ წავალ ქვეყანიდან. ეს არის ყველაზე დიდი. ხო და რასაც შენ ამბობ, მაგის განკეთებას ინიციატივა ჭირდება და ინიციატივა რომ გამოიჩინოს ვინმე ისიც არავინ არ არის ამ პლანზე. მოკლედ ბატონო მე და შენ პოლიტიკაში არ ვართ და მაგათი გამოსაჩენია ეგ ინიციატივა, ვინც არის პოლიტიკაში და ვინც იმაშვება, რა ქვია. ჩვენ საქმეში უნდა გამოვიჩინოთ ინიციატივა და რა პროფესიონალი პოლიტიკოსები არიან, უკვე რამოდენიმე პარლამენტი აქვთ გამოვლილი და ასე ვთქვათ, ქუჩაც არაერთი უნახავთ და იმედი მაქვს რომ გამოუვათ რა. კარგი, ნახოთ მაგინეძით დავრჩეთ. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ნოდარ ხარჩილაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დაფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში ლაშა ფარლავა შემოგვიერთება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი და ვისაუბრებთ ენერგეტიკის თემაზე, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გახდა ცნობილი. ხელისუფლებამ ენერგეტიკულ კომპანიებს მილიარდი ლარი დავალიანება ჩამოაწერა. ერთ წელიწადში დააგროვეს ენერგეტიკულ კომპანიამ მილიარდი ლარი დავალიანება და აი ესე აჩუქეს. ანუ გადასახადებს არ იხდიდნენ და ეს მილიარდი ლარი აჩუქეს. რა ხდება სინამდვილეში? ამაზე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, ჩვენი შემდეგი სტუმარია ლაშა ფარულავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი. მოგესალმებით ლაშა. მოგესალმებით, მივასალმები მაყურებელს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობით. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ძირითადად უფრო ენერგეტიკის მიმართულებით, იმიტომ რომ საინტერესო სიახლე გვამცნო პრემიერ-მინისტრმა 1 მილიარდი ლარის ვალდებულებები ჰქონიათ რაღაც კომპანიებს, რომელსაც ეს 1 მილიარდი ლარის ვალდებულები ჩამოეწერათ და ებატიათ. არ ვიცი ხე გადასახადებზე ლაპარაკი თუ სხვა ვალდებულებებზე, მაგრამ ფაქტი არის, რომ ასე მოხდა. კობახიძე ამას წეს იმის რომ ეკონომიკა რო განვითარდეს და არ იყოს გაჩერებული, ამისთვის ერთგვარი ამნისტია გამოცხადდა, მაგრამ და შეიძლება რაღაც კორუფციის სუნი გცემდეს, რომელიმე კომპანიას სხვა გაუკეთეს სპეციალურად, მაგრამ ხე ერთს თუ გაუკეთებდი, მე ძალიან იყვირებდა და ყველას ასე თქვა ჩამოაწერეს. კი, კიდევ ერთხელ მივასალმები მაყურებელს, მსმენელებს. ირაკლი კობახიძის მხრიდან ნათქვამის განცხადება, რომ ენერგეტიკულ კომპანიებს ფინანსური და საგადასახადო ვალდებულებებს გაუნულებდნენ, ანუ ამინისტია შეეხებოდა, პირდაპირ კავშირი აქვს ქოც-ელიტასთან და რატო ამას ავხსნი? მარტივი გასაგები რო იყოს. ეს რეალურად არის წინა საახალწლო საჩუქარი ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ჯგუფებს, ანუ მათ საჩუქარი გაუკეთეს წინა საახალწლო და ეს ყველაზე მეტად იმალება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მიიღეს და ეს არის გაუმჭირვალი. ანუ ჩვენ რას ვიტყვით? კი, არსებობს მემორანდუმები, არსებობს ხელშეკრულებები, არსებობენ კონტრაქტორი კომპანიები, რომლებმაც თავისი ვალდებულება არ შეასრულეს. ამაზე თუ არის ლაპარაკი, რატო გვიმალავენ? ხო? ხო, ანუ გადასახადების არ გადახდაზე არ არის ლაპარაკი. ანუ აქ ლაპარაკი არის იმაზე, ფინანსური ამინისტიის ბენეფიციარი ვინ არის? კონკრეტული კომპანია გვაინტერესებს და ამ კომპანიის უკან ვინ დგას. თუ არ გვეუბნებიან კომპანიებს, ცხადია, ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბიზნეს ჯგუფები არიან კავშირში ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ბაჩიაშვილის кейსი ძალიან ბევრ ამას ხსნის. მათ შორის იმას, რომ ბაჩიაშვილის საქმით დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რომ ამბობდა, რომ მე ქველმოქმედი ვარ და საქართველოში არ მაქვს ბიზნესი, რომ ის არა მხოლოდ არ არის ქველმოქმედი, არამედ ბიზნესი აქვს და თან როგორი ბიზნესი? სახელმწიფოს ხარჯზე აქვს პრივილეგია. როგორ აქვს პრივილეგია, ხო? გდანის ეკონომიკური თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც არის სპეციალური პირობები, ფაქტობრივად კი გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადისგან და დამატებითი საშუალება აქვს, რომ აი მაგალითად ჩვენ რო გვაქვს ელექტროენერგია, გიზდენის ტარიფი 24 თეთრად, მას ქონდა 8 თეთრად. აი დღეს ბიზნესისთვის ელექტროენერგია არის 30-32 თეთრად. ანუ პური გაძვირდა, აი ყველაზე მარტივად ახსნადი რო იყოს, პური იმიტომ გაძვირდა, რომ 30-32 თეთრი მუდმივი ინფლაცია პირდაპირ კორელაციაშია ტარიფთან, რომელიც დაადგინა სემეკმა და აი ამ ტარიფმა განსაზღვრა ის, რომ პურის ფასი გაიზარდა. და ეს პურის ფასი იმიტომ გაიზარდა, რომ დამატებითი სიმძლავრეები ჭირდება ქვეყანას, დამატებითი სიმძლავრეები ჩვენ ქვეყანაში არ შეიქმნა.
და მეტიც ენკას პროექტი ვნახეთ, ანუ ენკა და რაო ესთან არსებული საერთაშორისო დავები არის მკაფიო მაგალითი ენერგო სექტორში, როგორ განიცადა კრახი ქართული ოცნების პოლიტიკამ, როგორ მოვიდა. ხო ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ტარიფები არათუ არ იქნება სტაბილური, არამედ შემცირდება, დაპირება მის იყო განახევრება ტარიფების და მაშინ თუ იყო რომ 14 და 17 თეთრამდე პრევალირებდა ფასი, ახლა არის 22-24 თეთრი ბიტკოინების კომპანიას მისცეს შეღავათային ტარიფი. ხო ამაზე კი და ანუ როცა ჩვენ 28 გვახდემინებთ, თან ხა შეიძლება აქ რაღაცა გაუწიო შეღავათი კომპანიას თუ ის ძალიან რაღაცა ბევრ ადამიანს ასაქმებს და ასე შემდეგ და თქვა რომ აი მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხე. არ ვიცი ხა ბიტკოინების მაინინგით რამდენი ადამიანი დასაქმდა ამ კომპანიაში, მაგრამ მართლა წარმოუდგენელია, ხო? ეხა ადამიანი რატო შეიძლება სახელმწიფომ გაუწიოს ასეთ შეღავათი კონკრეტულ რა ქვია ბიზნესს? ენერგოსექტორი არის ყველაზე დახურული სექტორი. მათ შორის მედიისთვის, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრს და მის ოჯახს აქვს ჰესი, ხო? და მათ შორის შეღავათით იზარგებლა სონღულაშვილი. ანუ წარმოგიდგენია, ვინც არის რეგულატორი სახელმწიფოს მხრიდან, მისი ბიზნესი არის. ანუ საკუთარ თავს უნდა ხო, საკუთარ თავს უნდა მისცეს ნებართვა. აი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის წინააღმდეგ არსებობს კანონმდებლობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. აი პირდაპირ დარღვევა. ჩვენ არაერთი მაგალითები ვნახეთ და ხო, აი მიუბრუნდეთ ჯერ ამ გადაწყვეტილებას. ანუ წინა საახალწლოდ კობახიძე მიიღო გადაწყვეტილება და ფინანსური ამნისტია გამოსცა ენერგოკომპანიებისთვის. და ენერგოსექტორში ვის აქვს ყველაზე დიდი ინტერესები? აქვს ბიძინა ივანიშვილს სადადასტურდა ბაჩიაშვილის საქმით. ბაჩიაშვილის საქმით რა დადასტურდა, რომ საქართველოში რო იყო მაინერების ქსელი და ყველაზე დიდი გლდანში, რომელმაც დამატებითი ენერგია წაიღო, აი მოცულობით რო ავიღო მთელი წლის იმერეთის მოხმარება, რაც არის ენერგო მოხმარება, ზუსტად იგივე ზომისა და რაოდენობის ელექტროენერგია წაიღო გლდანის ამ თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონამ და რა მოხდა? ზამთრის დეფიციტურ პერიოდში, აი ავიღოთ 15-დან იწყებს ოპერირებას ეს კომპანია 16-17 წლებში და ზუსტად დრამატულად იზრდება ზამთრის დეფიციტურ პერიოდში ენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან. ანუ აქაც შუამავალი კომპანიები გაჩნდნენ და მე აუცილებლად მინდა რომ გამოვეხმაო, რომ შენთან იყო სტუმრად ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ქობულია, რომელმაც კი, თქვენთან იყო, თუ არ ვცდები თქვენთან. თქვენს ეთერში იყო. შეიძლება მე შელებოდეს თქვენ ეთერში იყო და აი ესეთი ძალიან საინტერესო რამე თქვა, რომ მე ჩემი პორტფელიო და ჩემი სავარძელო შეწირა შუამავალ კომპანიებსო. ანუ ძველი ეთერს ამ. კი, ანუ ნახე რა თქვა, რომ ჩვენც მაგას ვიძახდით წლების განმავლობაში, რომ ზამთრის დეფიციტურ პერიოდში, რომ დამატებითი სიმძლავრეების შესყიდვა დაჭირდა სახელმწიფოს, არა ესკომ, რომელიც არის ექსკლუზიური უფლებამოსილებით სარგებლობს, რომ იყიდოს დენი მეზობელი ქვეყნებიდან, გაჩნდა შუამავალი ესკოსა და მაგალითად აზერბაიჯანულ სახელმწიფო ენერგო კომპანიას შორის. და ვინ იყო ეს შუამავალი კომპანია? ამ შუამავალი კომპანიის ხელმძღვანელი პირი იყო იგივე პირი, რომელიც იყო პარტნიორი უჩა მამაცაშვილის. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით. კავშირები დავადგინეთ და ეს რომ ვილაპარაკეთ, სასამართლოში დავა დაიწყო უჩა მამაცაშვილმა და დაგვაჯარიმა ჩვენ, პირადად მე და ამ დროს არსებობს მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ ეს შუამავალი კომპანიების გამო ჩემი პორტფელი შეეწირავ და კი, ანუ ენერგოსექტორი არ იყო და არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესის სფერო, რატომ? იმიტომ რომ მაინერების ქსელი, ბიტფური, კრიპტოვალუტა და ანუ ბიტკოინები შორის ეს გადაწყვეტილება არის მისი ბიზნესი. დაუკავშირა სწორედ ამ ბიტკოინებს, იმიტომ რომ თითქოს ფასი დავარდაო და შეიძლება ამიტომ გაუწიეს შეღავათები და ამნისტია, ამიტომ გამოიწვია. არა, აქ არის ლაპარაკირაზე. საპარტნიორო ფონდში მოდის საგანელიძე პარალელურ რეჟიმში იწყება საუბარი თანაინვესტირების ფონდზე, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ფონდი. ფონდის ხელმძღვანელი იყო მაშინ ბაჩიაშვილი. ბაჩიაშვილსა და საპარტნიორო ფონდს შორის იყო გაფორმებული კონტრაქტი. ჩემი ინფორმაციით თავდაპირველად იყო 2.5 თეთრი მათი ტარიფი
და როდესაც ჩვენ დავიწყეთ 18-19 წლებში ლაპარაკი, რომ მათ ჰქონდათ შეღავათები და მათ ჰქონდათ დაბალი დენის ტარიფი და ეს ხდებოდა ქართული ხალხის ხარჯზე, ანუ უძვირდებოდა მომხმარებელს დენის ტარიფი, იმიტომ რომ მთელი ენერგია, ელექტროენერგიის ძირითადი მოცულობა წაიღო სწორედ გლდანის ბიტფურმა, სწორედ ამის გამო დაჭირდა ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეების შეძენა, იმიტომ რომ ადგილზე არ იყო ამის შესაძლებლობა და იქაც კი ჯიბე გააჩინეს, იქაც კი ფული მოიპარეს და ამაზე ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ აი ამან განაპირობა ის და მათ შორის ჩვენი სასამართლოები რომ მიმდინარეობდა დაადასტურა ესკოს ხელმძღვანელმა ყოფილმა ხელმძღვანელმა პირმა რომ კი ამის გამო გაძვირდა დენის ტარიფი, იმიტომ რომ ჩვენ მოგვიწია იმპორტი, ანუ იმპორტის გაზრდა მოგვიწიაო და სემეკი ვალდებული იყო რომ დენის ტარიფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გაეზარდა. ანუ მარტივად რო აქვს და ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა გლდანში ბიზნესი და სავარაუდოდ მაინერების ქსელში ჰქონდა ინტერესი, ამან წაიღო დიდი მოცულობა ელექტროენერგიის და შესაბამისად მოხდა დენის ტარიფის გაძვირება. პირდაპირ კორელაციაში ეს ბიზნეს ინტერესი იყო თუ იმას ადასტურებს რომ ფული ჩადაეა. არა, ნახეთ, ბიზნესგან წამოღებული თანაინვესტირების პროექტი იყო ბიტფური, კომპანია ბიტფური თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. არ დაგავიწყდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ასევე პარტნიორია ვანო ჩხარტიშვილის, რომელსაც თავისუფალი ეკონომიკური ზონა აქვს ფოთში, ანუ 2-3 თავისუფალი ეკონომიკური ზონაა ფოთში, ქუთაისში და გლდანში. გლდანში ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ინტერესი და სასამართლოთი დადასტურდა რომ თხოვს ბაჩიაშვილს რომ მე რომ ჰქონდა ამხელა პრივილეგია სახელმწიფოს ხარჯზე, ქართული ხალხის ხარჯზე და ამდენი ბიტფური რომ ბიტფურმა ამდენი კრიპტო რომ გამოიმუშავა გულისხმობ რაც ქვია ბიტკოინები გამოიმუშავა, კი, ანუ მომეც ეს დამიბრუნეო და ჯამში არის მილიარდზე მეტი ღირებულების ბიტკოინზეა ლაპარაკი. ხო, დადასტურებული ამბავია რომ მისი ინტერესი იყო ენერგეტიკაში და დადასტურებულია ის რომ იმპორტშიც არსებობდა მისი ბიზნეს პარტნიორების, მისი ნათესავების ინტერესი. ანუ ორივე მიმართულებით პარავდნენ და აი არსებული გადაწყვეტილება რომელიც სახეზეა და მიიღო ირაკლი კობახიძემ, რატო არის კავშირში აი ამ კორუფციულ ფაქტებთან. ეხლა ავხსნი ამას რომ აი ესე უცაბედად მიღებული გადაწყვეტილება და შეგახსენებთ ირაკლი კობახიძის დაპირებას, რომ ის იქნებოდა გამჭვირვალე. მისი ყველა ბრძანება აიტვირთებოდა კანცელარიის ვებ-გვერდზე. ხო გითხრა ეს. რატო არ არის ატვირთული? რატო არ გვეუბნებიან ვინ არის ამინისტიის ბენეფიციარი? აი რატო არ გვეუბნებიან ამას? ცხადია, იმიტომ არ გვეუბნებიან, რომ მან გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დემონსტრირება მოახდინა ირაკლი კობახიძემ, რომ ის აგრძელებს ქართული ოცნების ტრადიციულ გზას. კორუფციულ მართლობას და კორუფციული მართლობის ნათელი მაგალითია ის გადაწყვეტილება. აი მე რო ვწდებოდე და მე რო ვიტყვებოდა აი სტადიონებზე ვსაუბრობდით წინა გადაცემაში და დადასტურდა რომ საერთოდ ბიუჯეტიდან ამოაგდეს ეს პროექტი, რასაც ვამბობდი რომ არ აშენდება თქო და არის ძალიან საინტერესო რომ შევახსენოთ ჩვენ მაყურებლებს და მსმენელებს რომ კობახიძის დაპირება რომ აშენდებოდა თბილისში უზარმაზარი სტადიონი, უმასპინძლებდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ბიუჯეტიდან ამოვარდა. არა მარტო ამოვარდა, ვითხრეს რომ თავიდან უნდა გამოვაცხადოთო და ბიუჯეტიდან ამოაგდეს ის თანხა, რომელიც ჭირდებოდა ახალ ტენდერს. ანუ აი ესეთი აი უტიფარი ტყუილი იყო, აი პირდაპირ გადაგდება და არა მარტო ჩვენი, არამედ იმ ფეხბურთელების, რომლებსაც ეუბნებოდნენ სტადიონი უნდა ავაშენოთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალს უნდა უმასპინძლოთო და ისინი გახარებულები გაიქცნენ და ქართული ოცნების კლიპში ითამაშეს, ხო? ისენიც კი გადააგდეს, როგორც დეკორაცია ისე გამოიყენეს და ამ შემთხვევაში ყველამ უნდა შევახსენოთ ირაკლი კობახიძეს თავს რო იწონებდა კორუფციას რო ებძვის, ეგ და მამუკა მდინარაძე, აი ფარისევლობა რა კორუფციას ებძვიან, თუ ებძვის კორუფციას მაშინ გამჭირვალე უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ გადასახადები. ანუ გვაინტერესებს კონკრეტულად რომელ კომპანიებს ანუ გითხრა აი მაგალითად ვინ არის რო გავარკვიო. მაგალითად ვის შეეხო ეს ხო, რომეო მიქაუტაძე მანამდეც იყო ენერგეტიკის სექტორში. ყველა შევახსენებ კი ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ენერგიის სექტორში და მათ შორის ჯილდო აქვს სახელმწიფო მიღებული. იცით რაში, რომ ბევრი კომპანია შემოიყვანა საქართველოში და მემორანდუმები და ხელშეკრულებები გააფორმა. და შემდეგ ეს ხელშეკრულებები იმ კომპანიებმა არ შეასრულეს და ზიანი მიადგა სახელმწიფოს, ანუ ვალდებულება აიღო და არ შეასრულა. აი
ხიდა შელმა რო გააკეთა, რიყის დოქები რო შეისყიდა, შემდეგ იქ ფული არ ჩაასხა და შემდეგ სახელმწიფომ ჩამოართვა არა მარტო რიყის დოქები, არამედ რაჭის ტყეც. თითქოს იქ რაღაც სამონადირეო პარკს აკეთებდა. აი, ყველა პროექტის უკან არის უტიფარი ტყუილი. აი, ტყუილი, ფარსი რაც არის რა, ქართული ოცნების ტრადიციაა ეს უკვე რა და თუ ჩვენ ვწდებით, აი მე სულ მაგას ვიძახი, რომ მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში, პირდაპირ ეთერში ოღონდ დაუჯდები ქართული ოცნების ნებისმიერ წარმომადგენელს. ენერგეტიკა უნდა ენერგეტიკაზე ვილაპარაკებ. ბიუჯეტი უნდა ბიუჯეტზე ვილაპარაკებ. აი როგორი ნონსენსია, ხო? თვითონ ათასობით ლარით გაიზარდეს ანაზღაურება მერაბ. ანუ პრეზიდენტმა, პრემიერმა, მთავრობამ, პარლამენტის წევრებმა, არალეგიტიმური პარლამენტის წევრებმა, მოსამართლეებმა, აი რეჟიმის მთელმა ვერტიკალმა 1000 ლარით გაიზარდა ხელფასი ანაზღაურება და პენსია გაზარდეს 20 ლარით. ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში 700,000 ადამიანი მიიღებს სოციალურ დახმარებას. არასდროს ამხელა ციფრი არ ყოფილა. და თან უტიფრად გვეუბნებიან, რომ სიღარიბეს ამარცხებენ. თან გვეუბნებიან, ხო, სიღარიბე დამარცხებულია კახი კალაძის მათემატიკა, ვეკუას და მუსხელიშვილის ქვეყანაში. კალაძეს რა მათემატიკა აქვს, წარმოიდგინე თბილისის მერს, რომ ესე უტიფრად გვაწყობს 700,000 ბიუჯეტში უწერიათ, რომ 700,000 ადამიანი მიიღებს სოცდახმარებას და ამ მასობაში კალაძე გამოდგება ხოლმე და ამისა დაიფიცოს, რომ ბოდიში დაიგინოს, რომ არა, უკაც სიღარიბეს ვამარცხებთო. ეს მართლა თაღლითობისა და კორუფციის ნამდვილი ცოცხალი მაგალითი. კალაძე აი მართლა ისაა და კალაძის არ დაგვაუწყდეთ. პირველი ვინ იყო ქართული ოცნების ენერგეტიკის მინისტრი? კახი კალაძე. მისი ცოდვები უნდა შევახსენოთ. გაზპრომთან რა ხელშეკრულებას მოაწერა, ხელი დღემდე არ ვიცით. ერთადერთი ის ვიცით, რომ ნატურით რაც უნდა მიგვეღო, ის გადავიდა ფულში და იმ ფული დღეს იმ ნატურის ნახევარს ვერ ვყიდულობთ, იმიტომ რომ ღირებულებაა გაზის გაზრდილი. ამავდროულად კალაძის მიღებულმა გადაწყვეტილებამ ის რომ ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა ჩვენ თანამოქალაქეებს, რომ ტარიფს გაგინახევრებთო, რა გააკეთეს, რომ არ გაზრდილიყო ვალდებულებები მოუხსნეს, რაო ეს შემდეგ ეს ვალდებულებები სახელმწიფოს მხრიდან არ შესრულდა, წავიდა რაო ეს და გვიჩივლა და თავდაპირველად 180 მილიონი მოგვიგო, შემდეგ ეს ჩამოიყვანეს 76 მილიონამდე და ჯამში ენკასა და რაოესთან წაგებული საარბიტრაჟო დავის ღირებულება იცით რამდენია? 450 მილიონი დოლარი. ფაქტობრივად 1,5 მილიარდი ლარი მოუწევს რო მოგვიწევს გადავიხადოთ ჩვენ და ჩვენმა შვილებმა. წარმოგიდგენიათ? და თან აი ამ სექტორში, როდესაც აი ესეთი გამოცდილება, აი ესეთი ჩავარდნები არსებობს. მათ შორის არსებობს ის, რომ აი არანაირი პასუხისგებლობა არც კალაძეზე, არც კონკრეტულ პირზე, რომელიც იყო ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელი, რომელიც ატარებდა იქ ქართული ოცნების ეკონომიკურ პოლიტიკას, ხო? ენერგოდამოუკიდებლობა უწერიათ უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტში, ნუ ეხლა სასაცილოა ქართული ოცნების უსაფრთხოების კონცეფციაზე როცა ვლაპარაკობთ, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ თავდაცვის სამინისტროს შეხვალთ და იქ არის ესე დოკუმენტი, კონცეფცია უსაფრთხოების, სადაც ენერგოდამოუკიდებლობაზე ლაპარაკობენ მერაბ და თვითონ ჩააგდეს ენკას პროექტი, ჯერ ენკას პროექტთან დაკავშირებით კი ვიცით რაც ხდებოდა, ხო? თვითონ სახელმწიფო შეიყვანეს ისეთ პირობებში, რომ რაოესთან ჩვენ დავაწავაგეთ და რაოესთან იმავე დროს გადაიხადეს, ანუ რამოდენიმე თვეში დაფარეს რაოესის გადასახადი და რაოესი არის რუსული კომპანია. რუსულ კომპანიას აი ფაქტობრივად პუტინის ბარბაროსული ომი დააფინანსეს ამით და ენკასთან დღეს იხდიან, არ იხდიან, რა მოცულობით იხდიან, არ ვიცით. ანუ რუსებთან და თურქებთან იმიტომ წავაგეთ საარბიტრაჟო დავები, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა არის თლიანად კორუფციულ ვერტიკალზე აგებული და ეს ყველაზე მკაფიო ენერგეტიკაშია. არავინ არ სვავს შეკითხვას ზამთრის დეფიციტურ პერიოდში, რატო ყიდულობთ ელექტროენერგიას რუსეთიდან, როდესაც რუსული სახელმწიფო კომპანიებია ესენი და ჩვენ მათ შორის უსაფრთხოების დოკუმენტში წერია, რომ ქვეყნისგან, რომელიც არის მტერისგან არ უნდა იყიდო ენერგეტიკა, ენერგეტიკული რესურსები არ უნდა შეისყიდო, იმიტომ რომ შენ იწერია, რომ ენერგოდამოუკიდებელი უნდა იყოს. ანუ ფაქტობრივად ჩვენ რასაც უყურებთ, თავიდან ბოლომდე ყველაფერი ენერგეტიკაში რაც არის კორუფციული მიმართულებაა. მათ შორის აი დავით ნარმანია პირდებოდა, რომ იქნებოდა რეფორმა ენერგეტიკაში და 3 წელია ეს რეფორმა გაჩერებულია სემექში.
ანუ ფასის დადგენის პოლიტიკა უნდა შეცვლილიყო და 3 წელია გაჩერებული აქ. რა იცი რატომ რა? იმიტომ აქვს გაჩერებული ეს რომ აი ხა ნარმანიამ დაანონსა რომ გაზის ტარიფის ცვლილება მოხდება თებერვალში და ზუსტად ვიცი რომ დენის ტარიფის ცვლილებაც იგეგმება და ჩემო ძვირფასეო მაყურებელს სპენელებს მიმართო. იცი რას ნიშნავს ცვლილება? ცვლილება შემცირებას კი არ ნიშნავს. ცვლილება ნიშნავს გაძვირებას. ანუ უფრო მეტად გაძვირდება როგორც გაზის ასევე დენის ტარიფი. ეს ნიშნავს რომ ყველაფერზე, საცხობებზე, პურპროდუქტებზე, პურზე კიდე გაიზრდება გადასახადი და ისედაც ჩვენ შეჭირვებულ თანამოქალაქეებს ცხოვრება გაუძვირდება და აი ამაზე რომ ვლაპარაკობთ და რომ ვითხოვთ დებატებს, თუ ჩვენ ვწდებით, თუ ჩვენი აქმა ან შეფასება არის ესე რომ ვთქვათ გაზვიადებული, მოვიდნენ და ვისაუბროთ, მოვიდნენ და ვიდებატოთ აი თქვენს ეთერში. მზად ვარ ნებისმიერ ქართული ოცნების წარმოადგენს კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს ჩვენ თანამოქალაქეებს, სოციალურ საკითხებზე, ენერგეტიკაზე, მათ შორის საბიუჯეტო საკითხებზე, ის რომ რაც აძლევენ, ფაქტობრივად 10 მილიარდს აძლევენ ჯანდაცვის სამინისტროს. და ჯანდაცვის სამინისტროს ისე აქვს ეს დანაწილებული ეს თანხები შეკითხვას იქ არა გენოპეტრიაშვილმა რა შეკითხვა უნდა დასვას არალეგიტიმურ პარლამენტში და ის რო ყავთ რურუა ფურცელზე რო ვერ კითხულობს წარმოგიდგენია ფურცელზე ვერ კითხულობს პოლიტიკურ განცხადებას ვერ აკეთებს ადამიანი და აი ამ ადამიანებს ხელფას უზდიან 1000ობით ლარით და ჩვენ თანამოქალაქეებს 20 ლარით და ეს პენსია წამლის ფულად არ ყოფნის ადამიანს უზდიან ეხა თორე წინა წელს გაუზარდეს 3ჯერ 4000 ქონდა და 12000 გაუხდათ ხო აი მათ შორის დაისვა ხო 3ჯერ გაუზარდეს ხელფასია წელს კიდე 1000 ლარი დაუმატა აი ეს არის რა სოციალური უთანასწორობის აი ნათელი მაგალითია ქართული ოცნების მმართველობა და როგორი პარადოქსია როდესაც კონსტიტუციაში მეხუთე მუხლი ჩამოაყალიბა სწორედ ირაკლი კობახიძე მის იყო ავტორი რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო ანუ და სოციალური პასუხისგებლობას იღებს და ჩვენი თანამოქალაქეების თავარი იქნებოდა თანასწორობა გესმის და თავად გახდა კორუფციის ამ უთანასწორობის და უპასუხისგებლობის მაგალითი მათ შორის გითხრა რომ კორუფციას ვებრძვიო და გამჭვირვალე იქნება ყველაფერი და თავის სიტყვები გადათქვა აგერ თავისივე გადაწყვეტილებით ხო, ну ველოდებით თუ გითხრან რომელ კომპანიებს ჩამოაწერეს მილიარდი ლარი. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე ვილაპარაკოთ მერაბ. ანუ, იმიტომ რომ ჩვენ ვარაუდის რეჟიმში ვართ. მოვიდნენ, დავჯდეთ კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბროთ, ხო? გასაგებია. მადლობა დიდი ბაშა ფარულავა იყო ჩვენი სტუმარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მე გემშვიდობებით ხვალამდე.